ყველაზე კარგი იქნება პოლემიკაში, ჯანსაღ პოლემიკაში ჩართო, თუ ხედავთ, რომ იქ აგრესია, სიცოცხლე დაანებეთ თავი, შეეშვით. პირიქით, აი დაალოცეთ ეს ადამიანები განსხვავებული აზრის მქონე. სიყვარულით მიმართეთ და დამიჯერეთ, რომ ოდნავ მაინც დაფიქრდება და გაუკვირდება. თან ამ სივრცეში უკვე გაუკვირდება, რომ ეს როგორი კეთილშობილი ადამიანია. როგორ დამლოცა ესეთი რაღაცა ხო არ ხდება. და აი ასე იქნება გავარღვიოთ ეს საშინელება, რაც ხდება ჩვენს თავს. საშინელება. ამ სიყვარულით არის, სინათლით არის ეს შესაძლებელი. ადამიანობით ყველასთან ვიყოთ კონსტრუქციულები. შენ თავს პირველ რიგში, შენ თავს არ უნდა მისცე უფლება. შენ თუ ღირსება გააქვს, შენ არ აკადრებს სხვას არაფერს. ეს გამორიცხული არ არსებობს. შენ თავს არ აკადრებ იმას, რომ სხვა ნებისმიერი ადამიანის მიმართ იყო არახუმანური. ესე იგი შენ უკვე შენშია პრობლემა. თუ ეს არ შეგიძლია, მაშინ ძალიან სერიოზული პრობლემები გაქვს და დროზე ხარ მისახეთი. და არა თუ პოლემიკაში უნდა ჩაერთო, საერთოდ შეეშვი ამ სივრცეს თუ გინდა რომ გადარჩი. იმიტომ რომ სიძულვილით რომ ხარ გაჟღენთილი, მოძული ადამიანის ცხონება ფაქტობრივად ჩათვალეთ რომ წარმოუდგენელი. არ არსებულია.